საამშვიდობის ასე არის. ხან პარასკევს ხვდებით, ხან ოთხშაბათს, ხან ხუთშაბათს. მიეჩვიეთ. მაგრამ შევხვდებით კვირაში მაინც ერთხელ. პლატინა ბათუმი წერს, უბრალოდ შეკითხვა არ არის, მის თავის გაკვირვებას გამოხატავს, ალბათ გახსოვთ ჩემი შეკითხვა. რას ფიქრობთ განვითარებულ სამყაროსთან დაკავშირებით? პასუხი მივიღე და სიმართლე რომ გითხრათ არ მჯეროდა. ძალიან გამიხარდა. მეც გამიხარდა. მაია სანებიძე გვეკითხება, ქალბატონო პრეზიდენტო, რა კომენტარს გააკეთებდით არსებულ სიტუაციაზე ირანთან და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით, კერძოდ საქართველოსთან მიმართებაში, რა ცვლილებებს ელოდებით, რას შეცვლის ეს ომი? იმდენი ექსპერტი არის დღეს საქართველოში, რომელმაც ყველაფერი იცის ირანის შესახებ და მსოფლიოს შესახებ, რომ ძალიან გამიჭირდება მე რომ ეხლა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე. ცხადი არის, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მსოფლიოში არის დრო ძალიან დიდი ცვლილებების, რომელზედაც ვერავინ დღეს ვერ იტყვის, როგორ დატრიალდება ის, რაც დაწყებული არის. მაგრამ ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, მე მგონი ყველაზე ნათელი რაც არის ამ ყველაფერში დღეს, რომ ირანმა რაც აჩვენა ამ რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობის იარაღის გამოყენებით, რაც თურმე ქონია შენახული და ყველას მიმართ, ყველას რო დაარტყა პასუხად ამ პირველი დარტყმისა, ეს ნიშნავს თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა ირანი თავისი ტერორიზმის დაფინანსებით და დახმარებით, თავისი შეიარაღებით, თავისი წლების მანძილზე და ამისი ვარ მე პირადად მოწმე, წლების მანძილზე როგორ ატყუებდა ყველა იმათ, ვინც მზად იყვნენ იმისთვის, რომ სერიოზული მოლაპარაკებები ჩაეტარებინათ ირანთან. მერე სანქციების დროს, რო კი სანქციების გამო ჩვენ დავთანხმდებით იმას თუ ამას და ყოველჯერ იყო იმედგაცრუება, ყოველჯერ იყო მოტყუება, არასოდეს ირანი არ ყოფილა გულწრფელი თავის მოლაპარაკებებში. და ეს ყველაფერი არის შედეგი ამ ყველაფრისა. და ბოლოს ის რაც ნამდვილად ძალიან მძიმე ბოლო წვეთი, მაგრამ ისეთი ტრაგიკული და სისხლიანი წვეთი, რასაც ქვია თავისი მოსახლეობის ამ ფორმით ნამდვილად განადგურება, ახალგაზრდების განადგურება. ეს არის ირანი და ირანმა გამოიწვია ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება და გამოიწვია მთელ რეგიონზე და მსოფლიოზე პრინციპში და ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს ვინც ლაპარაკობს იმაზე, რომ მშვიდობაო, უსამართლობის საფუძველზე მშვიდობა არასოდეს არ შენდება. ეს არის ცრუ მშვიდობა, რომელიც დღეს თუ არა ხვალ მერე გადადის სწორედ ამ ტიპის ომში. დანარჩენი უყუროთ რა ხდება, უყუროთ იმას თუ პუტინი როგორ გატრონული არის, არაფერს არ ამბობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე მგონი რომ ეს ჩვენ რუსებზეც ასევე მოქმედებს, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი არის მოსალოდნელი და პრინციპში რუსეთმა დაკარგა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე უკრაინასთან ომში. ის ვინც აწვდიდა სწორედ იარაღს, უზომო რაოდენობის იარაღს, სხვა ასეთი მოკავშირე არ აყავს რუსეთს და გასაგები არის, რომ რუსეთი დღეს იყოს გაჩუმებული და პუტინი ფიქრობდეს იმაზე, თუ რამდენად იქნება ის შემდეგი და ივანიშვილიც ფიქრობდეს რაღაცებზე. შოთა გორთამაშვილი გვეკითხება, ეს ომი უკვე ახდენს გავლენას ენერგეტიკულ ბაზრებზე და უსაფრთხოების გარემოზე. როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ამ შესაძლო გეოპოლიტიკური შოკისთვის და თქვენ ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ რეგიონული კრიზისების ფონზე შავი ზღვის რეგიონი უფრო დაუცველი დარჩეს? შავი ზღვის რეგიონი არ ვიცი, ჩვენ რომ არაფრისთვის მზად არა ვართ, არც ერთი კუთხით ეს ფაქტი არის და ეს არის ძალიან სამწუხარო. თუნდაც ის რომ
იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, რომ ერთი უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბათ ამ სიტუაციაზე. ისე ხდება, რომ ვითომც ჩვენ არაფერი არ გვეხება, ჩვენ ანალიზიც არ გვჭირდება ამ საფრთხეების, ძალიან უცნაური არის, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისი, რომ ყველა მხრივ და ყველა კუთხით რეალურად ანადგურებენ სახელმწიფოებრიობას ამ ქვეყნის. სახელმწიფო თუ ხარ, სუვერენული თუ ხარ, უსაფრთხოებაზე თუ ფიქრობ, შენ უნდა შენი ხედვა მაინც გქონდეს იმისი, თუ რა ხდება დღეს რეგიონში, ასე ახლოს ჩვენ საზღვრებთან. შვიდობას ზახილი არაფერი არ ცვლის და არაფერს ნიშნავს, თუ შენ არ იცი შენი თავი რითი დაიცვა. ფაქტი არის, რომ ჩვენ სამხედრო რესურსები ისეთი არა გვაქვს, ან ჩვენი დაცვის რესურსები ისეთი არა გვაქვს, აერო დაცვის, რომ გაუმკლავდეთ რომელიმე საფრთხეს, რომელიც ბაქო, თბილისი, ჯეიჰანს თუ სხვა რამეს დაემუქრება და ჩვენ დღეს პარტნიორებიც აღარ აკვავს, რომლებიც დაგვეხმარებიან თუ რამე მოხდა. და ეს არის შედეგი, პირდაპირი შედეგი და ყველა ამაზე ალბათ უნდა დაფიქრდეს ოცნების რეჟიმის და ოცნების უნარობის ყველა მიმართულებით. ნელი გუგუცის შეკითხვა ამ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ურთიერთობა ამერიკასთანო კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. თქვენ თუ ხედავთ რაიმე რეალურ შანსებს ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაჯანსაღების ან გაუმჯობესების კუთხით? კი, როგორ არა? აფრიალონ კიდევ ირანის ფერები რამოდენიმეჯერ თბილისის ანზაზე და ისე კარგად დაალაგებენ ამერიკასთან ურთიერთობას, როგორც მოგეხსენებათ. შერმადინ გოგლიძე. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა დასავლეთის მიმართ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. მაშინ, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. თქვენ თუ ხედავთ დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს ან დასანქცირების რისკებს? არ ვიცი, ახლა ევროკავშირის მხრიდან როგორ იქნება დამატებითი სანქციები თუ არა სანქციები. ბევრი არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება უნგრეთში არჩევნები. ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ალბათ. ეს ევროკავშირს უნდა კითხოთ თვითონ როგორ ფიქრობენ. სამწუხაროდ დღევანდელ მსოფლიოში იმდენი მოვლენები არის დაგროვილი ერთბაშად და იმდენი საფრთხეები, რომ დიდად იმისთვის დრო არავის არ აქვს, რომ იფიქროს საქართველოზე და ესეც არის ჩვენი იზოლაციის ერთ-ერთი მხარე და ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი მხარე, რომ ჩვენ რეალურად არავის დღეს არ ვაინტერესებთ არც სანქციებისთვის, არც იმისთვის, რომ ჩვენთან ჩვენი დაცვისთვის, ან ჩვენგან საფრთხეების მოხსნისთვის, ჩვენ ვართ მარტო და მარტო რუსეთთან პირისპირ, რომელიც თავად არ არის ძალიან კარგ მდგომარეობაში დღეს და როგორ მდგომარეობაში არის ოცნება, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაინახოთ, როცა მათ გზავნილებს უსმენთ, მათ განცხადებებს და მათ სახეებს უყურებთ. მამუკა მოდებაძე, თქვენი აზრით საქართველო ხომ არ დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ რეალურად აღმოჩნდეს გეოპოლიტიკურ ნეიტრალურ ზონაში, სადაც ქვეყანა ვეღარ მოახერხებს დასავლურ ინტეგრაციას, მაგრამ არც უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიები გააჩნია. ხო, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. მადლობა ოცნებას. ნიკოლოზი გვეკითხება TikTok-ზე. კითხვა მაქვს, რატომ არ თავაზობთ სომხეთს შეერთებას? აქ სავარაუდოდ იგულისხმება პოლიტიკურად მემორანდუმების გაფორმება. სომხეთს შეერთებას კი არა, სომხეთს უხურავთ საზღვარს და ალბათ დიდი ალბათობით პაშინიანის ჩამოსვლა საქართველოში ამით იყო განპირობებული, რომ ტვირთები დაბლოკილი არის უკვე 3 კვირაზე მეტი არის და ეს არ არის პირველჯერ, ეს განმეორებითი არის ბოლო პერიოდში, რომ უხურავთ საზღვარს და ამითი ვახდენთ რაღაცა გავლენას, ზეწოლას სომხეთზე და ისინი იძულებულები არიან, რომ ჩამოვიდნენ და სადონ ჩვენთან ამ საკითხების განეტრალება.
მაგრამ დღეს არ არის ისეთი სიტუაცია, სომხეთმა ძალიან ჭკვიანურად მოახერხა თავისი გზის მოპოვება ევროკავშირის მიმართულებით, მაგრამ რაც მთავარი არის კიდევ უფრო ამერიკის მიმართულებით და დღეს სომხეთი სარგებლობს იმ სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენი იყო, იმ უზარმაზარი დახმარებებით, რომელიც ჩვენი იყო და იმ მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებით, რომელიც ჩვენთვის ალბათ ასევე იქნებოდა ყველაზე საინტერესო ნიშა ამ რეგიონში და ჩვენ ვართ არსად. ნელი გიორგაძე, ქაბატონო პრეზიდენტო, მიიღეს მესამე მოსმენით კანონი, რომ მათი არაღიარება ხდება დასჯადი. რას ფიქრობთ ამ კანონზე? შეეხებათ თუ არა ეს პოლიტიკოსებს ან პირადად თქვენ? მე არ ვიცი ვის შეეხება და ვის არა, მაგრამ მე მგონი პირველად მსოფლიოში მიღებული არის კანონი, რომელიც ეხება აღქმას. ვინმე თუ ამიხსნის აღქმა, რას ნიშნავს და როგორ უნდა იყოს დასჯადი რამესი აღქმა და ამასთან ერთად როგორ უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, როგორ უნდა არსებობდეს, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. მე მგონი მართლაც ამ საკითხზე მომავალი თაობები იმსჯელებენ როგორც ერთ-ერთი ისეთი ძალიან უნიკალური პრეცედენტი, ტოტალიტარული წყობა, მაგრამ უკვე გადასული რაღაცა ფსიქიურ მდგომარეობაში, რა სანამდე მიდის და სანამდე შეიძლება წავიდეს. ძალიან საინტერესოა. გოგა ლაცაბიძე, ახლახანს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი პოლიტიკური ალიანსის შექმნა გამოაცხადა, თუმცა საზოგადოებაში უკვე ჩნდება სკეპტიციზმი. რამდენად იქნება ეს რეალური პოლიტიკური ძალა და თუ ეს იქნება მხოლოდ დეკლარაცია. თქვენი შეფასება მაინტერესებს, რა უნდა იყოს ამ გაერთიანების რეალური პოლიტიკური მიზანი? თუ ვინმეს აქვს უფლება რომ იყოს სკეპტიციზმის მხარეს, მე მაქვს ალბათ, იმიტომ რომ მუდმივად სულ ვცდილობდი და ვცდილობ, რომ ასეთი ერთობა, კოორდინაცია, როგორც გვინდა ისე დავარქვათ ახლა, ძალიან მოდაში არის იმაზე საუბარი, რომ ერთიანობა არ გვინდა და ერთობა კი. თუ ერთობა არა და ერთიანობა, მე არ ვიცი რა განსხვავება არის. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ერთპარტიულ წყობაზე უნდა გადავიდეთ, ან ერთპარტიულ რაღაცა შენაქმნაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე და მე ყოველთვის მივესალმები ყველა მცდელობას იმისი, რომ ის ძალები, რაც დღეს წარმოადგენს წინააღმდეგობის ძალებს, ერთ სტრატეგიაზე შეერთდნენ. ეს ერთი სტრატეგია მიღწეული იყო ქართული ქარტიით, რომელიც შეიძლება დღევანდელი დღის ყველაფერს არ ფარავს, მაგრამ ძირითად ელემენტები უცვლელი არის და არავის უკან არ წაუღია თავისი ხელმოწერა, რამდენადაც ვიცი. დღევანდელი დღის რეალობა იმას მოითხოვს, რომ ეს პარტიების ერთობა არის ძალიან კარგი და სასურველი, ასევე აქ უნდა დაემატოს კიდევ სხვა პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, შეიძლება რეგისტრირებულები არ არიან, მაგრამ აუცილებელი არის, რომ ესენიც შევიდნენ ამ ერთიან წინააღმდეგობის ფრონტში და ასევე პროტესტის ხალხი. იმიტომ პროტესტის ხალხი არის ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე. ესენი რო არ ყოფილიყვნენ, ჩვენ ალბათ ძნელად თუ ვიქნებოდით. ამიტომ ფართო საზოგადოების ფრონტი წინააღმდეგობის ამას მოიცავს. ყველა ნაბიჯი ამ ერთობისკენ არის მისასალმებელი და მე ყოველთვის მივესალმები და დაწყება იმითი, რომ სკეპტიკურად ვუყურებ და რაღაცა ეს ადვილი არის და საერთოდ ეს მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც გარედან უყურებენ და ხან პროტესტის მიმართ არიან სკეპტიკური, რომ აბა რა და ამდენი ხანი და მერე რა იქნება და რა შედეგი, მაგრამ სახში სხედან ან იხდიან დაბადები დღეებს და ქორწილებს. ასეთი გვერდიდან მაყურებლისთვის ყველაფერი არის საგანი იმისი, რომ იყო სკეპტიკური. მაგრამ ჩვენი მომავალი დამოკიდებული არის არა სკეპტიკოსებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომელსაც აქვთ მომავლის ხედვა და მომავლის ჯერად, რომ საქართველო ასე არ დამთავრდება ამ ათხელში.
ანა გესამია ოპოზიციის სტრატეგიულ ერთიანობაზე გვეკითხება, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. ბოლო წლებში არაერთხელ შეიქმნა ოპოზიციური გაერთიანებები, რომელიც ასევე მალე დაიშალა შიდა თვითონ შიგნით კონფლიქტების გამო და რა უნდა იყოს დღევანდელი ოპოზიციური ალიანსის განსხვავება იმ პარტიებისაგან განსხვავებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ არ აღმოჩნდეს დროებითი პოლიტიკური პროექტი? არავინ არ იცის, ნათელი არის, რომ ოცნება დაიწყებს ყველანაირად ამოქმედებას, ყველა იმ ხერხის, რაც აქამდეც ჰქონდა, იმისთვის, რომ დაშალოს ეს ერთობა, ყველაზე უფრო ეშინია სწორედ პოლიტიკური ალტერნატივის. ხო, ნათელი არის. აქედან გამომდინარე არის ეს რაღაცა აღიარება, აქედან გამომდინარე არის ყველა ეს რეპრესიული კანონები, რომელიც უფრო და უფრო კიდევ მრავლდება უსასრულოდ და უაზროდ და უგუნროდ პრაქტიკულად. ესე იგი რაღაცის ეშინიათ, ხო და რისი ეშინიათ? ეშინიათ დიდი საზოგადოებრივი პოლიტიკური წინააღმდეგობის, რომელიც შექმნის რეალურ ალტერნატივას, იმიტომ რომ საზოგადოებას ჭირდება, ყველა საზოგადოებას, ყველა მომენტში, ყველა ისტორიულ მომენტში ჭირდება, რომ რაც არ უნდა ხელისუფლება იყოს დიქტატურული, ტოტალიტარული, ავტორიტარული, ჭირდება რომ დაინახოს ესენი თუ არა, სტაბილურობა ვის ხელში იქნება, ვინ იქნება ის, ვინც მიძღვება წინ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის, რომ დღეს ზუსტად იმავე გამოწვევის წინაშე დგას ირანი და თუ კითხულობთ პოსტებს Facebook-ზე თუნდაც ირანის შიდა წინააღმდეგობის მოძრაობის, რომელიც არსებობს უკვე 40 წელი არის და ნელ-ნელა შეიქმნა როგორც ალტერნატივა, იგივე ამოცანა არის, როგორ შევქმნა პოლიტიკური ალტერნატივა იმისთვის, რომ დამაჯერებელი იყოს, რომ ამ რაღაცა უსგავსო ხელისუფლების თუ ძალაუფლების შემდეგ იქნება სხვა, რომელიც მოიტანს ამ ქვეყნისთვის სტაბილურობას, სანამდე არ მივალთ თავისუფალ არჩევნებამდე. ეს არის ამოცანა და ამოცანის წინაშე რო ვდგევართ, ეს არ არის მარტივი, იქნება კიდევ ალბათ სირთულეები, დაპირისპირებები, ეს არის ადამიანური და ეს არის კიდევ უფრო გასაგები, როცა ვართ ასეთ ესოდენ რთულ მდგომარეობაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავკარგოთ გეზი, ხედვა და ვიცოდეთ, საითკენ მივდივართ და მივდივართ, ერთადერთი გზა არის, რომ მივიდეთ ერთად. ნანული იმედაშვილის ოპოზიციაზე გვეკითხება, უბრალოდ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციები სამოქალაქო მოძრაობების მიერ იყო ორგანიზებული და არა ოპოზიციური პარტიების მიერ. თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა რეალურად დაკარგეს ამ პოლიტიკური პროცესების ლიდერობის უნარი და ქუჩის პროტესტი მათგან დამოუკიდებლად ვითარდება? ეს ბოლო პერიოდის ამბავი არ არის, დაიწყო ეს პროცესები ქუჩაში, როგორც თვითორგანიზებული საზოგადოებრივი პროტესტი. არ დაიწყო პოლიტიკური პარტიებისგან, დაიწყო სწორედ ქვემოდან ზემოთ და ყველაზე ეფექტური ალბათ ამ პროტესტში ის იყო, რომ არ იცოდა ხელისუფლებამ ვინ იყო ორგანიზატორი, საიდან და მრავალი ორგანიზატორები იყვნენ და ეს დაშლილობა ერთგვარად იყო დამცველი ამ პროტესტის და პოლიტიკური პროცესი კიდევ სხვა რამე არის. პოლიტიკური პროცესი არ არის ქუჩის პროტესტი. აქ საჭირო არის ალბათ ის, რომ გაერთიანებული იყოს, კოორდინირებული იყოს ორივე და ერთ დონეზე მაინც არის ეს კოორდინაცია არსებობს და შეიძლება მეტი კოორდინაცია იყოს საჭირო, მაგრამ ის განსხვავება, რომ პარტიები მართავენ პოლიტიკურ პროცესებს და ის, რასაც ვხედავ დღეს, არის ნაბიჯები გადადგმული სწორედ ამ პოლიტიკური პროცესის. მეორე ნაწილი არის საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს და რომლის გაგრძელება მოგვიტანა სწორედ ეს სიცოცხლეს უნარიანობა, რაც გააჩნია სწორედ ამ გლობალურად წინააღმდეგობას. კახაბერ გვარლიანი, რამდენად რეალურად გესახებათ ხალხის გაერთიანება, ორგანიზაციების გაერთიანება და ძალის ერთობლივი მობილიზება, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად ვიძირებით ჭაობში
და უფრო მეტი ხალხი გარბის ემიგრაციაში. მეტი რუსი შემოდის, მეტი არაბი და ზიანდება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ხო, ეს მართალი არის, ბოლო მართალი არის, რომ ზიანდება ქვეყნის რეპუტაცია, იზოლაციაში გადავდივართ. ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ ასეთი ძალიან შავი სურათი ჩვენი დღევანდელი რეალობის, მაგრამ ეს თუ გადადის იმაში, რომ იმედს ვკარგავთ და გვინდა რომ რაღაც გამართლება მოუპოვოთ იმედის დაკარგვას, ეს არ საითკენ არ მიდის და ამაში მე მონაწილეობას ნამდვილად არ მივიღებ. ძნელი არის ერთობა და პირველი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ მე მგონი რომ ამ კითხვაზე პასუხი უკვე გავეცი, გავიმეორებ რომ მე ძალიან კარგად ვიცი და გამოცდილი მაქვს თუ რამდენად რთული არის ეს ერთობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კიდევ ერთხელ არ უნდა სცადო, კიდევ ორჯერ არ უნდა სცადო და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ უნდა ვსცადოთ ეს ერთობა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ერთადერთი გადარჩენის გზა. და ვინც არის სკეპტიკოსი, ის ამ გზას ხელს უშლის, ისევე როგორც უშლის ხელს ხელისუფლება. ნინო გოგოლაძე წერს, მაინტერესებს მართლა გულით არჩევნებით აპირებს ოპოზიცია გამარჯვებას თუ ის რევოლუცია? მე მგონი რომ ძალიან ნათელი არის რომ ჩვენ პირობებში და ვნახეთ კიდევ ერთხელ ირანის მაგალითი ჩვენს გვერდით ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი საზოგადოება თავისი ყოველ შემთხვევაში რიცხვით და მომზადებით და რევოლუცია არის ჩვენთვის არარეალისტური გზა, ყოველ შემთხვევაში ისეთი დაგეგმილი რევოლუცია, როგორც ვითომც გაათამაშეს სცენარი, რომელიც იყო სცენარი, რაც ხელს აწყობდა და უწყობდა ოცნებას რეალურად. მაგრამ ჩვენი გზა და ჩვენი მოთხოვნა ყველა მთელი ოპოზიციის და საზოგადოების არის ახალი არჩევნები. ამ მოთხოვნის გარეშე სხვა მოთხოვნა არ არსებობს და ამ არჩევნებში გამარჯვება არის ჩვენი გზა. და მე არ ვიცი სხვა მშვიდობიანი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ქვეყანა, დავიბრუნოთ სახელმწიფო და დავიბრუნოთ ჩვენი პარტნიორები და შევუდგეთ ხელახლა იმ გზას, რომელიც იყო ევროინტეგრაციის გზა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და რომელიც დაგვაბრუნებს ჩვენ ნორმალურ და წარსულიდან წამოსულ იმ გეზს, რომელიც არის ქართული და არ შეცვლილ. აქვე ნიკოლოზი გვეკითხება, თქვენ რა გეგმები გაქვთ, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ქვეყანა გავაუმჯობესოთ და ისევ ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ? ასე ჩვენ უნდა ბრძოლა გავაგრძელოთ, ერთობა გავაძლიეროთ, მოვიგოთ არჩევნები, რომელსაც ესენი ნამდვილად წააგებენ. იმიტომ რომ დღეს არ ვიცი მე ოცნების მომხრე და მხარდამჭერი, გარდა ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ბოტებად მუშაობენ, რომლებიც უშუალოდ კომპრომატებით არიან დაჭერილები და რომლებიც უშუალოდ ფულით არიან გადაჭაჭული ოცნებასთან, სხვა ისეთი თავისუფალი მხარდამჭერი ოცნების მე არ ვიცი. იმიტომ რომ რეალურად ოცნება შეეხო ამ საზოგადოების ყველა სფეროს, ყველა ჯგუფს. არავინ არ არის, რომელიც რეალურად დარჩა უვნებელი ამ სიტუაციაში. ვის შეეხო, დიასპორას შეეხო, იმითი რომ ჩამოართვეს ყველა უფლებები, ყველა მშობელს შეეხო იმ ახალი განათლების რეფორმა, ყველა სტუდენტს, ყველა მასწავლებელს, ყველა პროფესორს, ყველა უნივერსიტეტს და ხვალ კერძო უნივერსიტეტებს, რომელიც ჯერ შეიძლება ფიქრობენ რომ გადავრჩით, არავინ არ გადარჩა. შეეხო ბიზნეს, ახლა გუშინდელი კანონი, რომელიც მიიღეს და რომელიც ამბობს, რომ არა მხოლოდ ბიზნესი არ უნდა იყოს ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში, მაგრამ თუ ეხმარება უშუალოდ არ ირიბათ ვინმეს, ვინც მერე გამოხატავს რაღაცა პოლიტიკურ პოზიციას, ესეც აკრძალული არის. ყველაფერი აკრძალული არის ქვეყანაში და ვინ უნდა იყოს ამისი მხარდაჭერი, ვინც ხედავს რაც ხდება, სახელმწიფო პრაქტიკულად აღარ არსებობს, არც საზღვრები, ჩვენი თავდაცვა არის არ ვიცით რა დღეში, უსაფრთხოების საბჭო ომი არის ჩვენს ირგვლივ ყველგან და უსაფრთხოების საბჭო არ იკრიბება.
ეს არის სახელმწიფო და ეს ვიღაცას უნდა მოწონდეს, რომელიმე ქართველს, რომელიც არ არის, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, არ არის მიჯაჭვული ოცნებასთან სხვადასხვა ხერხებით, რომელიც ვიცით როგორ მოქმედებს ტენდერებიო და ისენიო. ამიტომ მე ვარ ძალიან იმედიანად, რომ ჩვენ მოვიგეთ უკვე არჩევნები, ბოლო არჩევნები და მოვიგებთ კიდევ უფრო ძლიერად, თუ კი შევძლებთ სწორედ ამ ერთობას და არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას და ერთმანეთის მოტყუებას, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეგვიშალა და რასაც დღესაც ვხედავთ, რამდენიმე იქით-აქეთ პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან ოცნების გზავნილებს იმეორებენ და ოცნების დარტყმებს სხვა პარტიებზე იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და ამათთან ერთად ძალიან ძნელი არის ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ. ბაჭი საინტერესებს, რატომ არის გაუგებრობა აბიტურიენტებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაგვირთულდა და გთხოვთ მე-12 კლასი არ გაუკვეთებს. განათლების რეფორმები. განათლების რეფორმა არ არის რეფორმა, არის კატასტროფა. არ არის საჭირო იმის გამეორება, რომ განათლების სისტემა რაც იყო აქამდე, არ იყო შორსაკედან იდეალური და ძალიან ბევრი შესწორება რეფორმას სჭირდებოდა, მაგრამ ის რაც დღეს რასაც ეძახიან განათლების რეფორმა, რომ ეს არის რეალურად საქართველოს განათლების განადგურება და ეს არის ძველი რუსული გეგმა, რომელიც ამ ფორმით ხორციელდება და სხვათა შორის ხორციელდება ერთ-ერთი კანონის გადმოწერით, რომელიც არის კიდევ ერთი ახალი რუსული კანონი. ეს არის ძველი საუკუნოვანი მიზანი, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იყოს განათლებული და ამდენად იყოს ბევრად უფრო ადვილი სამართავი, რაც ყოველთვის იყო რუსული იმპერიის თუ რუსული საბჭოთა კავშირის თუ რუსული დღევანდელი ასევე იმპერიის მიზანი. და ვის ამას ვერ ხედავს, რომ ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება აღარ იყოს განათლებული, იყოს უფრო ადვილი სამართავი, იყოს მონა და იყოს ჩამოშორებული ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან, იმს მალე გაიგებს თუ ეს რას ნიშნავს. თენგო საინტერესებს, აპირებთ თუ არა ტრამპთან ამერიკაში შესახვედრად წასვლას და გვეუბნება, რომ უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის სენატია დასარწმუნებელი, საჭიროა მეგობარი აქტის მიღება და ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. მე ვაპირებ, მაგრამ ტრამპმა მითხრა, რომ ცოტა ხანი მოიცადეო, ეხლა რაღაცა პატარა საქმე მაქვს ამ დღეებში. თინი გვიწერს გამარჯობა, ცოცხალ ოკუპაციაზე რა სიტყვით, რაც საქართველოში ხდება, ამას რატომ არ ექცევა ყურადღება? რაზე? ცოცხალ ოკუპაციაზე. ცოცავი აღარ არის ეს ოკუპაცია, არის უკვე ჩამოყალიბებული, ჩაბეტონებული ოკუპაცია. და სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივი არის ის, რაც ხდება დღეს ენგურესზე, რასაც არ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ყოველ დღე რაღაცა ახალ-ახალი თემები არის გადმოგდებული იმისთვის, რომ ყურადღება გადადიოდეს ერთი თემიდან, ერთი კანონიდან მეორეზე და ვერ ჩაუღმავდეთ ვერაფერს, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული საკითხი არის, იმიტომ ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ენგურესი არის ის ადგილი, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად უძღვებიან ამ საქმეს წლების მანძილზე და არის ის პროექტი, ასე ვთქვათ, რომელიც ქმედითი არის იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი ბოლომდე არ დავკარგოთ და როცა ლაპარაკი მიდის ძალიან მარტივად, ვითომც არაფერი იმაზე, რომ რეორგანიზაცია უნდა ჩაუტარდეს ენგურესს და 400-500 კაცი დაითხოვონ, რატომ უნდა დაითხოვონ ეს პროფესიონალები, რომლებიც ამდენი წელი არის იქ მუშაობენ და ამ ეს რეალურად და ეფექტურად ამოქმედებენ და როცა ეს ადამიანები კიდევ ისიც არის, რომ ვიცით, რომ არიან ძირითადად გალელები და მათთვის ალტერნატიული სამსახური არ არსებობს. ანუ ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რომ რუსული მითითება არის ახალი და ამას კიდევ ერთხელ ასრულებს ქართული რუსული ოცნება, თუ რაში არის საქმე.
ამას უნდა მივახედოთ უფრო მეტი ყურადღება და იმაზედაც უნდა ვიფიქროთ თუ რას ნიშნავს როცა იმ სასამართლოზე რომელიც ეხება ამ ვითომს და გახარიას საქმეს გამოიყენეს სამხრეთ ოსეთის დოკუმენტები ეს თუ არ არის აღიარება რო იციან ამაზე საუბარი ეს თუ არ არის აღიარება როცა სასამართლოში მოგაქვს იმ ეგრეთ წოდებული წარმონაქმნის რასაც ქვია სამხრეთ ოსეთი იმათი ოფიციალური დოკუმენტს რო ხმარობ შენ სასამართლოში ეს არის ნაბიჯი აღიარებისკენ რომელზედაც ასევე უნდა მოეთხოვოს მათ პასუხი ქალბატონო სალომე ცოტა მხიარული თემა რომ შემოვიტანოთ აინტერესებთ ბიბლიოთეკაში ხართ ახლა და ეს წიგნები წაკითხული გაქვთ თუ არა რაც თქვენს უკან არის არ ვიცი უნდა მოვუტრიალდე და ვნახო რომელი მაქვს და რომელი არა მაგრამ ძირითადად ეს არის ჩემი სახლის ბიბლიოთეკა და ყოველ შემთხვევაში თუ წაკითხული არა გადახედილი მაინც მაქვს გამარჯობათ თუ შეგიძლიათ აგვიხსენით რატომ არის პროდუქტები მაღაზიაში ასეთი ძვირი რატომ არაფერი კეთდება მათ გასაიაფებლად ახლა ეს მე უნდა მკითხოთ ეს უნდა კითხოთ ვინც არიან დღეს სათავეში და ვინც გველაპარაკება ფასებზე ვინც შექმნა ეგრეთ წოდებული კომისია რომ ფასები დაეწიათ მილიონერების კომისია ალბათ ქალბატონ წილოსანს ვინმე უნდა კითხოს როგორი რაზომებზე ფიქრობენ იმისთვის რომ დაიწიოს ფასები მე ერთი ვიცი რომელიც პირდაპირ ძალაუფლების ხელში არის ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის დერეგეს შემცირება იმ პროდუქტებზე რომელიც ყველაზე ძირითად პროდუქტებად ითვლება ეს არის ზომა რომელიც მიჩნეული არის როგორც ნორმა ბევრ ქვეყანაში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს არის ევროპული სტანდარტი რომ შენ მოსახლეობას მიაწოდო ის პროდუქტები რომელიც მისთვის საარსებო მინიმუმს განახორციელებს რომ მიაწოდო ისეთ ფასად რომელიც მისაწვდომი არის მისთვის მაგრამ ეს როგორც ჩანს ჩვენი მილიარდებისთვის ცოტა მილიარდერებისთვის ცოტა ძნელი გასაგები არის ასევე მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის რომ გაუშვან სპეციალური რეისები დუბაიში და ომანში იმისთვის რომ ჩამოიყვანონ იქიდან მილიარდერი დამსვენებლები ვიდრე თავის დროზე როცა ვეხვეწებოდით სხვათა შორის იმისთვის რომ კოვიდის პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა ევროპულ ქალაქებიდან ჩამოეყვანათ მაშინ ეს იყო ფასიანი და სხვათა შორის საკმაოდ მაღალფასიანი და არავის არ ადარდებდა ეს ფაქტი მთავრობაში და დღეს ფიქრობენ თურმე დუბაიში დამცვენებლებზე ჯაბნიძეს აინტერესებს მართალია თუ არა რომ ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი ხართ რა კითხვა არის მართალია და გვიწერენ რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებით და გისვიათ თუ არა ახლა მეიქაპის სახელზე რაღაცა ალბათ მისვია კი TikTok-ი თავისი მაღლეზია დღეისათვის სულ ეს იყო კითხვები დიდი მადლობა შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს საღამოს 6 საათზე როგორც TikTok-ზე ასევე Facebook-ზე მადლობა